რადიო იმედს უსმენთ, პირდაპირ ეთერში ვართ FM 105 და 9-ზე და ასევე ვიდეოს სახით სოციალური მედიის პლატფორმებზე, იქნება ეს YouTube თუ რადიო იმედის Facebook გვერდი, შეგიძლიათ გვიყუროთ, მოგვისმინოთ და ახლა ჩვენ ვისაუბრებთ თბილისი პიანო ფესტზე. ეს არის უკვე საკმაოდ სტაჟიანი თბილისის საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი, რომლის სულის ჩამდგმელი და იდეის ავტორი გახლავთ დუდანა მაზმანიშვილი, თავად პიანისტი და ადამიანი, რომელსაც აღმოაჩნდა საოცარი საორგანიზაციო ნიჭი, რომ მსოფლიოს მასშტაბით მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და თანამედროვეებისთვის საინტერესო შემსრულებლები მოკრიბოს და აგერ უკვე 7 წელია სტაბილურად ჩამოიყვანოს თბილისში. გამარჯობა. მოგესალმები. ვიცი რაგან რიგში ხართ, იმიტომ რომ დაიწყო უკვე თბილისის პიანო ფესტი, გაგრძელდება 28 ივნისამდე და მთელი ეს ივნისი არის ძალიან დატვირთული და აქტიური. მაგრამ მაინც გამოვნახეთ ცოტა დრო. როგორ დაიწყეთ და როგორ გაიხსნა წლევანდელი ფესტივალი? ძალიან კარგად გაიხსნა, ჩემთვის ყველა კონცერტი ნამდვილი დღესასწაულია და იმედი მაქვს რომ ჩვენი მსმენელისათვისაც ასეა. მიმდინარეობს ახლა უკვე მზადება რა თქმა უნდა სხვადასხვა კონცერტებისათვის და დღეს მაგალითად 3 რეპეტიცია ერთდროულად სხვადასხვა სივრცეში ქონდა და ну რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ყოველ წელს ფესტივალი იზრდება უფრო საინტერესო პროგრამების შეთავაზებასაც ვცდილობთ უჩვეულო რეპერტუარიც რომელიც საქართველოში არ დაკრუვა ან იშვიათად იკვრება და ამ დროს მართლაც ზღაპრული მუსიკა და ჩამოყავს ისეთი მუსიკოსები რომლებიც ძალიან ცნობილები არიან უკვე მსოფლიოში და არიან წარმატებული ახალგაზრდა მუსიკოსებიც არიან უკვე ნამდვილი ლეგენდებიც და მას ნაკლებად იცნობენ საქართველოში. თუმცა ზოგი ბრუნდება ისეთი, რომელიც უკვე იყო რამდენიმე წლის წინ და დიდი მოთხოვნით. და უკვე შეუყვარდა აქაურობა და ხალხის თხოვნით ბრუნდება. აი ხალხის თხოვნით საინტერესოა, იმიტომ რომ ისეთი არტისტები ჩამოყავთ წლიდან წლამდე, რომელიც საინტერესოა პროფესიული მსმენელისთვისაც, გულისხმობ, ვინც კლასიკურ მუსიკას სწავლობს ან ასწავლის. და ასევე შედარებით ფართო მასისთვისაც, ვისაც უბრალოდ უყვარს კარგი კლასიკური მუსიკის მოსმენა. აი რა ნაწილია ის ხალხის და აუდიტორიის, ვინც ელოდება წლიდან წლამდე ამ ფესტივალს და ითხოვს ამა თუ იმ არტისტს. სხვადასხვა ისეთ ჩვენ გვყავს ერთგული მსმენელი. რა თქმა უნდა ესენი არიან მუსიკოსები და ერთააწლედის კონსერვატორიის და სხვა სამუსიკო სასწავლებლების პედაგოგები, მოსწავლეები, რომლებიც მასტერკლასებში მონაწილეობენ და უკვე პირადადაც როცა შედგება უშუალო სამუშაო გარემოში მათი კონტაქტი ცხადია რომ კიდევ უფრო სულ მოუთქვამთ ელიან ხოლმე მათ დაბრუნებას. ну გარდა ამისა სხვადასხვა ძალიან ბევრი უცხოელი დადის და ქართველი მსმენელი განებივრებულია ისედაც ბევრი ისეთი მცოდნე და კარგი მელომანიც გვყავს და არ ვიცი ასე ზუსტად ვერ ვიტყვი რომელი სეგმენტია, მაგრამ ძალიან ბევრი შეტყობინება შემოგდის მთელი წლის მანძილზე წერენ ან თუ მომიწია საქართველოში ჩამოსვლა რა სხვა კონცერტით, მაშინ მეკითხებენ ვინ ჩამოყავს, ვინ ჩამოყავს. რისი მიხედვით ირჩევა არტისტების სახელი და გვარები? ის ვინც თქვათ, რადგან ბერლინში ცხოვრობ და ხშირად გაქვს გასვლითი კონცერტები, იცი რომ თქვათ დღესდღეობით აქტუალურია, აქტიურია თვითონ როგორ შემოქმედი, აი ამის მიხედვით ირჩევა არტისტი? იცი და შემთთვის არ არსებობს კარგი მუსიკოსი ცუდი ადამიანის სხეულში. ასეთი რაღაც არ არსებობს. ამიტომ როგორც წესი, როცა მიწევს ვიღაცის მოსმენა ძალიან კარგად უკრავს, კარგი ადამიანიც არის. უკვე დარწმუნებული ვარ და როგორც წესი არასოდეს არ ვწდები ამაში. და ამ ადამიანებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალები იქნება, ეს რაღაცა სხვა მასტერკლასების ფორმატებში ხანახან გვიწევენ ერთად. ისე ხდება ხოლმე რომ ძალიან სასიამოვნოა მრავალწახნაგოვანი ჭრილში. და ამიტომ ძალიან ადვილად ხდება ეს რაღაცა ვერც კი ვიტყვი როგორ, მაგრამ მაქვს ხოლმე იდეა ან რაღაც კონკრეტული რეპერტუარი მინდა ან ვიცი რომელი მოუხდება და აი 1-2 მნიშვნელოვანი მუსიკოსი როდესაც ვიცი და კონცერტი რომელიც აუცილებლად მინდა შემდეგი წლისთვის იმის გარშემო უკვე ვიწყებ აწყობას. მე ეწყობა უკვე საერთო კონცეფცია როგორ იქნება. მე უკვე ეწყობა და ვცდილობ რომ როგორც მოგახსენეთ დავაბრუნო ზოგი
და გარდა ამისა ყოველთვის სიახლეც შევთავაზო მსმენელს. ყოველთვის არის. წელს რა ქვეყნებიდან შეირჩა არტისტები? თავარი ყველაზე გამწევი ძალა რა არის, სანამ ფინალზე მივალთ და საუბრობთ მანამდე. ერთი ეროვნება ყველას გვაერთიანებს, ეს არის მუსიკოსი. მუსიკოსია. ხო იცით ასეთი რელიგია. რელიგიაც, მაგაზე ძალიან კარგი გამოთქმაა, რომ შეიძლება მე ვიცნობ ადამიანებს, ვინცაც არ სწამს თქვათ რელიგიის საერთოდ, მაგრამ არავის არ ვიცნობ, ვისაც არ სწამს ბახის. ასე რომ მუსიკა ბახი რელიგია, ხო, ეს გაერთიანებს. ნამდვილად ესეა. ესე იგი, ყავს გავიხსენო ასე კი ამერიკაში მცხოვრები და მოღვაწე ქართული წარმოშობის პიანისტი, რომელიც გაიზარდა უნგრეთში. ასეთი გადავწყვეტ მთელ მსოფლიოს. ყავს კვიპროსელი პიანისტი, რომელიც ცხოვრობს საფრანგეთში. ნუ საბერძნეთის კვიპროსელი საუბარი. ყავს აზერბაიჯანელი, რომელიც ამჯერად თურქეთში ცხოვრობს და მთელ მსოფლიოში მოღვაწეობს, არაშვები მუსიკოსი. ყავს ასევე საქართველოში დაბადებული, მაგრამ ამჟამად ბერლინში მცხოვრები ალტისტი, შემოუერთდა, იმიტომ რომ კამერული მუსიკის საღამოც გვაქვს წელს. დირიჟორი არის იტალიელი, მოგეხსენებათ, კარლო პონტი. ყავს მოკლედ ბრიტანელი, ლონდონიდან ჩამოვიდა. მე მგონი კონტინენტი არ დარჩენილა. არა, ხო, ნამდვილად მთელ მსოფლიოს მოიცავს. ხო, ბრიტანელიც ყავს. ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი საფრანგეთიდან ჩამოდის, რომელიც არის ნახევრად ლიბანელი, ნახევრად მექსიკელი. საინტერესო. ასე რომ მართლა მთელი მსოფლიოდან სხვა ლიეტუვიდან და ასე შემდეგ. თუ მთელი მსოფლიო მოკლედ თავს იყრის თბილისში. დარბაზები, როგორც ვიცი, არის როგორც კონსერვატორიის დარბაზი, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის და ფინალი, როგორც ვთქვით, იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი და დუდანა მაზმანიშვილი, ეს იქნება ორბელიანის მოედანზე. 28 ივნისი მსმენელებო და მაყურებლებო და ახლა უფრო რთულად გითხარით ამ კონცერტის შესახებ, რა გულს. მე ვფიქრობ, რომ რახან ქალაქის სახელს ატარებს ფესტივალი, ეს არის თბილისი პიანო ფესტი და ერთგვარი სავიზიტო ბარათი არის თბილისის კულტურული ცხოვრებისაც. ამიტომ აუცილებელი კომპონენტია ღია ცის ქვეშ მუსიკის მოსმენაც და საბავშვო კონცერტებიც გქონია, ინტერაქციული და რაღაცა სითბო ზევს ამასთან. დასასრულისათვის ყოველთვის ძალიან სასიამოვნო არის ხოლმე. გარდა იმისა, რომ იყიდება ბილეთები და არის ადგილებისაც შეიძლება დასხდომა და ამ კონცერტის ნაყიდი ბილეთით, ხო? რა თქმა უნდა, ისედაც შეიძლება მოსვლა, იმიტომ რომ პარკია გვერდით და მუსიკა ისმის და ხშირად შემოგვიერთდებიან ხოლმე ტურისტებიც, გამვლელებიც და აივნები და ფანჯრები, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოა ესე რომ ჩაივლი და იქ მუსიკაა და შეგიძლია დაადგე, მოისმინო. ძალიან სერიოზული ფუფუნებაა, ეხა ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, კარლო პონტი, დუდანა მაზმანიშვილი. რას უკრავთ? გრიგის საფორტეპიანო კონცერტი, იქამდე მოცარტიც შესრულდება, ფიგაროს ქორწინების უვერტიურა. და ზოგადად რეპეტიციაც დღის მანძილზე მიმდინარეობს და იქაც მოდიან ხოლმე. მართლა. და ხდებიან, იმიტომ რომ ჯერ კიდე თავისუფალია ეს კამებით განან და მოკეთ ბევრი გულშემატკივარი ასე გავიცანით. სხვათაშორის ეგ ძალიან კარგი ფორმაა, იმიტომ რომ აი ქალაქს ეტყობა, რომ ფესტივალი ტარდება. ეს არ არის თქვა სადაც დარბაზში ჩამალული, სადაც სპეციალურად მისული ადამიანი, არამედ ეხლა ქალაქი თითქოს ცოცხლობს ამ ფესტივალით. ეს არის მე-7 ივნისია უკვე. ნამდვილად, ეს არის სწორედ აი ეს ევროპული მუსიცირების ტრადიცია და აი ესე არის საქართველოს ევროპის გული. როდესაც პირველად ტარდებოდა ეს ფესტივალი, მახსოვს როგორ ღელავდით და მაინტერესებს, აი თუ წარმოგედგინათ, რომ აი უკვე 7 წელი ამ ხელა სტატუსამდე, ამდენ სტუმარს, ამდენ თაყვანისმცემელს გააერთიანებდა. რა საკვირველია არა, ამის ნახევარიც არ წარმომედგინა, რაღაც ისე გამოვიდა, რომ მართლაც გაიზარდა ფესტივალი და დიდესი გამოწვევა ყოველ წელს და სხვადასხვა მინდა გითხრათ, რომ პირველად რომ ნერვიულობდი, იმაზე მეტად ნერვიულობ ყოველ წელს, იმიტომ რომ ხარისხი პასუხისგებლობისაც იწევს. უკვე რაღაც მოლოდინია და ზუსტად ისე რომ ჩაატარო, ის აღარ არის საკმარისი, უკვე რაღაც კიდევ გააკვირვო ახალი მოძებნო და გარდა ამისა, გარდა საორგანიზაციო საქმის ამა თვითონაც უნდა დაუკრა. და ძალიან რთულია მონახო დროებისას, რომ იმეცადინა, იმიტომ რომ უნდა ესენი სტუმრები არიან პირველ რიგში, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა მათ უნდა შეუქმნათ ისეთი პირობები, რომ
დიდი სიამოვნება მიიღონ სცენაზე დაკვირვით, იმიტომ რომ ძალიან გადამდებია თუ ისინი მუშაობენ და რაღაც არ არიან იმ განწყობით სცენაზე, რასაკვირველია იგრძნობა დარბაზშიც, ამიტომ უნდა ვიყოთ საუკეთესო მასპინძლები. სუპერ მასპინძლობის საჭიროა უნარები. დაკვირვასაც შეეხება ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ერთ პატარა დეტალს ვეტყვი, როდესაც ამ ინტერვიუს ვათანხმებდით, მიწევდა 1-15 წუთიანი დაგვიანება, მოკლედ ინტერვიუზე მოსასვლელად და სრულიად ბუნებრივად და დაუფიქრებლად დუდანას პასუხი იყო, რომ არა, უშავს მე დავჯდები, ვიმეცადინებ და დაგელოდებ. ეს არის პიანისტისთვის და ნუ ზოგადად შემსრულებლისთვის მუდმივი პროცესი, ანუ სადაც კი არის დრო, იქ უნდა იპოვო დრო იმისთვის, რომ იმეცადინო. ანუ ეს არსად არ მიდის, რაც არ უნდა ბევრი სხვა საქმე იყოს. ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩემ ცხოვრებაში და ფუფუნება არის დრო. ეს არის რაც ყოველთვის მიჭირს და ამიტომ რა თქმა უნდა თუ უცებ მოულოდნელად გამოჩნდა რას პატარა დროის მონაკვეთი ძალიან მიხარია. დავჯდები დავუკრა, ხო? ანუ სულ ფორმაში ყოფნა არის საჭირო, რაც არ უნდა ბევრი საორგანიზაციო საქმე დაგევალოს. ამას როგორც ახერხებ და ჩანს ყოველწლიურად, როდესაც სცენაზე ხარ, იმ შემთხვევაში ხარ პიანისტი და ამას ჭირდება თავისი ხარისხი და თავისი დრო სამეცადინო. სხვანაირად არ გამოდის, ხო? გარდა იმისა, რომ ფიზიკური დიდი შრომა და მართლაც უნდა იყო ფიზიკურადაც მომზადებული, იმიტომ რომ დიდხანს უნდა გაძლოს, ხა სპორტი არ არის სასაკურველი, მაგრამ საათნახევარი ძალიან რთულია სცენაზე დგომა. ამისთვის ბევრად მეტი საათი უნდა მეცადინეობდე, რომ საათნახევარი არ გაგიჭირდეს. გარდა ამისა, მენტალური ჯანმრთელობაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კონცენტრაცია, ურთულესი პოლიფონია, ურთულესი კონტრაპუნქტი, ეს ყველაფერი ემოციებზე მორევა. ემოციებზე მორევა და მართვა ემოციის, ესე იგი უემოციოდ არ უნდა დაუკრა, მაგრამ ემოციამაც არ უნდა დაამარცხოს ყველა სხვა საწყისი, ხო? აი ამ ბალანსის მონახვა, რომ ეს ემოცია იმ ბერკეტებით და იმ ენით გადასცე და იმ ტექნიკური საშუალებებით გამართულით გადასცე მსმენელს, რომ მან იგრძნოს ეს ემოცია და არა შენ დაიფერფლო და მასთან არაფერი მივიდეს. ესეც რა თქმა უნდა აი ყოველდღიური და დიდი დისციპლინის ხარჯზე მიღწეული შრომის შედეგი. სხვანაირად არ გამოდის, რომ სცენა ისეთი რამე არ დაიმალება, იქ არაფერი, ანუ ძალიან გამჭვირვალედ ჩანს. პატარა რო ვიყავი, ძალიან მინდოდა, რომ მეც ისე დამეკრა, როგორც ხები უკრავდნენ და არ მემეცადინე. პატარაობას თუ ახსენებთ, იმასაც ვიტყვით, რომ ჩვენ ახლა ნიჭერთა აწლეთში ვართ. მართალია ეს შენობა ახალი, განახლებული და სახეცვლილი ფორმა, მაგრამ ეს არის მაინც ბავშვობა, საიდანაც მოდის ყველაფერი. და თუნდაც თითოეული სკამი იქნება ეს ინსტრუმენტი თუ ნებისმიერი რამ რაც აკავშირებს ადამიანს ბავშვობასთან. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა შორს ცხოვრობდე, ამ წუთას დუდანა ცხოვრობს ბერლინში და ძალიან ბევრი საერთაშორისო გასტროლი გაქვთ, ხო? რაც არ უნდა შორს იყო, აი აქაურობა, აქაური მსმენელი, აქ საკუთარი თავის ჩვენება მაინც არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამე. კი, რა თქმა უნდა, დიახ, ეს არის რთული, საპასუხისმგებლო, თან სასიამოვნო და თან აქ კიდევ უფრო ნაკლებად შეგიძლია რამე ხარვეზის დამალვა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად გიცნობენ აქ. და ყველა იცნობს იმ პატარა დუდანას, როგორ იყო. ყველა იცნობს იმ პატარა დუდანას და ყოველთვის ადარებს შენს შაშადელ შესრულებას, რა თქმა უნდა და აი ბავშვობაში ისეთი იყო. ხო, რაღაც თითქოს ანგარიშის ჩაბარება ყოველ წელს, რომ აი სად არის ადამიანი. კი, და ნიჭერთა აწვედის კედლებში აი მიუხედავად იმისა, რომ სხვა შენობაში გადავიდა ის აურა არის თვითონ ამ ადამიანებმა, ამ პედაგოგებმა და ამ დიდმა ტრადიციამ მაინც შემოინახა და შემოდიხარ თუ არა გახსენდება ის მთელი კოჰორტა მუსიკოსების, რომლებიც აქ გაიზარდნენ და მაინც ბავშვად გრძნობ თავს და ისეთი ის არის უხერხულობის შეგრძნება, რომ ეხლა მე უნდა ჩავატარო მასტერკლასი. ხო, აი დღეს დილით ატარებთ მასტერკლასებს. ეს მოგვიყვეთ. ეს ფესტივალთან თანმდევი პროცესია თუ ეს უბრალოდ რადგან შანსი არის, რომ დუდანა თბილისშია და აქვს საშუალება, ბარემ ხდება მოსწავლეებს. როცა ჩამოდივარ ისეც ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, ვინც თხოვს ხოლმე და რაღაც თუ შემიძლია რაღაც ვურჩიო და გაუწიო კონსულტაცია, ამას დიდი სიამოვნებითაც ვაკეთებ და მეც ძალიან ბევრს ვიღებ ამ თანამშრომლობით ბავშვებთან და გაცვლით და მათ ყოველთვის ვესაუბრები მუსიკაზე როგორც თანასწორებს და თანატოლებს. არა, მაგრამ არა ასაკით, არამედ
იმით რომ ისინიც უკვე მუსიკოსები არიან. და ამდენად ყოველთვის თუ მაქვს ამის საშუალება და დრო ისევ დრომდე მეთქვა. დრო. მაშინ არასოდეს უარს მე ამაზე არ ვამბობ. და დღესაც ნერვიულობდი საკმაოდ, იმიტომ რომ არ ვიცი ხომ წინასწარ რა მოაქვს რა რეპერტუარი და ნუ არის ნაწარმოებები რაც გვაქვს დაკრული, რაც არ გვაქვს რეპერტუარში. თუმცა ხა მუსიკოს იმდენი მომზადება და აზროვნება და რაღაცა სტილის შეგრძნება უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, რომ მაინც შეეძლოს მუშაობა თალკეულ ავათულ იმ ნაწარმოებებზე. და როგორც კი როცა უკრავენ, სხვათა შორის კარგად უკრავს ბევრი, რომ ძალიან რთულია და ფიქრობ, ხაი როგორ მივუდგე, რა უნდა ვუთხრა, რას გავაკეთებდი მე, თუმცა ზედმეტი მე არ უნდა მოვახვიო თავს. ძალიან ზომიერად და ესე საჭირო. ძალიან დელიკატურია განსაკუთრებით ახალგაზრდა მუსიკოსის შემთხვევაში და მე როდესაც უკვე მეც ავდივარ სცენაზე, რომ მეორე როიალზე რაღაცა დემონსტრაცია გავაკეთო იმისი, რაც მინდა რომ თქვა. ხან ამას დაუკრავ, ხან სიტყვით, ხან რაღაც იმპულსით, ხან რაღაცას შევადარებ, ხან რაღაცას მოუყვევი. მე ეს ღება მოვიწყდება და უკვე სამუშაო პროცესში მეც იმდენს ვიძენ და ვსწავლობ. მე ყველა იმ ნაწარმოებების დაკვრა მეც მინდები. აი ეგ არის ცოცხალი პროცესი, როდესაც შემოქმედი არის შემოქმედებითაც ცოცხალი და არ არის თქვა გადართული სხვა საქმეებზე. სხვათა შორის ეხლა არსებობენ არტისტები, რომლებიც მხოლოდ შემოქმედებაზე ფიქრობენ და აი მათთვის საორგანიზაციო ნაწილი რაღაცების დალაგება და თუნდაც საკუთარი კონცერტების ორგანიზება ეს მათთვის შეუძლებელიც კი, იმიტომ რომ მათი საქმე მხოლოდ ეს არის. მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც აქვთ ამის უნარი. აი მაინტერესებს ის რომ ძალიან ადრიანად წახვედით საზღვარგარეთ, იქ მარტო მოგიწიათ თავის დამკვიდრება, იქით დიპლომატიურ სექტორში მუშაობის გამოწვევა. აი ეს კომპლექსურად თუ გეხმარება იმაში, რომ თუნდაც აი ყოველწლიურად ასეთი მასშტაბის და სირთულის ფესტივალს გაუწყო, ეს არ არის ადვილი ნამდვილად, ხო? ამდენ რამეზე უნდა იფიქრო ერთდროულად. ხო, ნამდვილად ადვილი არ არის მართლაც, მაგრამ მე მგონი აი ყველა დედა გარკვეულწილად უკვე არის ძალიან კარგი მენეჯერი. როდესაც დედა, როდესაც დედა არის ხო, თუმცა იქამდე მე მართლაც ძალიან ადრე მომეწია დამოუკიდებლად ცხოვრება 14 წლიდან. ხო, ეს ძალიან პატარა ასაკია. ძალიან პატარა ასაკია. და ამან ალბათ შემძინა რაღაცას თვისებები საკუთარი თავის ორგანიზების პირველ რიგში და დისციპლინის და ნუ ეს დისციპლინის პრობლემა რა თქმა უნდა დღემდე არის და საერთოდ რომ მეკითხებიან ხა ესე მე თავისთავად გონია რომ ვარ ძალიან ზარმაცი. მაგრამ დროს არა, ალბათ მთელი გამოწვევა სწორედ იმაშია თუ როგორ გადავახავ სიზარმაცეს და საკუთარ თავს დაუწესებ რაღაცა ჩარჩოებს, რომ მე უნდა დავუკრა დღესამდენი საათი, მე უნდა მოვასწრო ეს, მე უნდა მოვასწრო ეს. მე მგონი აი როგორც სიმამაცე ის კი არა, რომ არ გეშინია, არამედ რომ გეშინია და გადავახავ და მაინც გაკეთებ. მე მგონი აი ეს არის სწორედ მთავარი რეცეპტი იმის, თუ როგორ უნდა მოიწესრიგო შენი დროც და შენი დისციპლინაც, როდესაც სწორედ არ გინდა და მაინც აკეთებ. ეს უფრო ალბათ ეს არის აბა ეს რანაირი სიზარმაცია, როდესაც ბერლინში ისე ვერ იცხოვრებ, ზარმაცად ვერ იცხოვრებ, ვერავინ ვერ გადარჩება ბერლინში ვინ ზარმაცია. თან ოჯახის პატრონობა ბავშვის გაზრდა, თან პიანისტი შემოქმედებითად აქტიური და რამდენიმე საათი უკრავს, თან პარალელურ რეჟიმში აორგანიზებს ფესტივალს წლიდან წლამდე და მუშაობს საქართველოს საელჩოში და ეს სიზარმაცია. ასე გადაწყდა. მოწოდებით, ჩემი ბუნებრივი. ბუნებრივად. მე ვარ. უნებრივად ახლა თითო გამოძინების დრო ყველას აქვს. მოკლედ, მე მგონი კარგ რეჟიმში ხართ ჩამოსული, კარგად მიდის საფესტივალო პროგრამა და კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მსმენელებს და მაყურებელს, რომ 28-ში იქნება დასკვნითი ღონისძიება და თუ ბილეთებს ვერ მოასწრებთ, ღია ცის ქვეშ შეგიძლიათ მიიღოთ სიამოვნება ორბელიანის მოედანზე 28-ში საღამოს დუდანა მაზმანიშვილი და კარლო პონტი შეასრულებენ გრიგის საფორტეპიანო კონცერტს და მოცარტის ფიგაროს ქორწინებიდან იქნება ფრაგმენტები. და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი თავისი არაჩვეულებრივი ჟღერადობით. წარმატებები პიანო ფესტ და ჩვენ მზად ვართ რომ ყოველი ახალი ჩამოსვლა და ახალი იდეები ჩვენს მსმენელებს მაყურებელს გაუზიაროთ. დიდი მადლობა და აუცილებლად გელოდები. აუცილებლად ვიკრიბებით 28-ში და კიდევ სხვა თარიღებში რომელიც ჩანიშნულია. შეგიძლიათ მოიძიოთ ბილეთებზე და ასე ვთქვათ სოციალურ ქსელში მთელი პროგრამა აქტიურია და მთელი ივნისი კლასიკური მუსიკით და საფორტეპიანო მუსიკით არის გაჟღენთილი.
დიდი მადლობა. დუდანა მაზმანანიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, პიანისტი და ამ შემთხვევაში თბილისი პიანო ფესტის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. საუბრობდით ამ ძალიან ძვირფას ფესტივალზე, რომელიც 28 ივნისს დაიხურება. მადლობა ყურადღებისთვის, თქვენ უსმენთ რადიო იმეც FM 105.9-ზე.